დროებით და კულინარიდან უკვე გუნა გადავინაცვლოთ ახალ ამბებზე. გუშინ რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ფინალური კონცერტი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები წარდგნენ. კონცერტის ბოლოს ჟიურის მიერ არჩეულ მუნიციპალური საოჯახო და ქორეოგრაფიული ანსამბლების გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას. ძალიან მახარებს ის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მაღალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სფერო ჩვენი ხალხური ხელოვნების სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ახალგაზრდა თაობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების მუსიკალური კოლექტივებს ჰქონდათ მონაწილეობის საშუალება და თავის შემოქმედების გაზიარება. დღევანდელი დღე არის ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ფოლკლორის ზეიმი და ჩვენთვისაც ნახე, როგორ მიიღო ეს ხალხმა, როგორ მიიღო ეს ქალაქმა. ვფიქრობ, ესეთი ფესტივალები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა ქართულმა სულმა, ქართულმა გენმა ისევ გაიღვიძოს, ისევ გაძლიერდეს და გავაკეთოთ იმ საქმის პოპულარიზაცია, რაც ჩვენ ძალიან ჭირდება და ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის. ეს ვართ პირველი ადგილების მფლობელები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებელი ყავს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რამდენადაც ფოლკლორი თისთვის არის განსაკუთრებული ხელოვნება, განსაკუთრებული ხელოვნების მიმდინარეობა და აი ესეთი წახალისებები ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს ანსამბლებს და თითოეული მონაწილეს, ვინც ამ ფესტივალში მონაწილეობს.